და მამისა და დაზისა და დასულისა წმინდისათა. დღეს არის 6 მსოფლიო კრებაში მონაზრე წმინდა მამათა ხსენება. ქრისტიანული კრებები იყო ქრისტიანების მე-4 საუკუნიდან მე-7 საუკუნამდე და სულ 7 იყო. და დღეს არის 6 მსოფლიო კრებაში მონაზრე წმინდა მამათა ხსენება და ეს მოგლეშინა ასე სარწმუნოებაზე გამოხატულია წამში, რომელსაც ჩვენ გვითხულობთ დილის დოსვაში. ეს წამსი რო შეცვალეს იმადა თქვათ მე-6 საუკუნეში მონოფიზიტები, რო შეცვალეს იმადა თქვათ მე-11-ში კათოლიკები, მე-16-ში ბაპტისტები, ევანგელისტები და სხვა სექტები. მაგრამ ჩვენ რომ მართალი სარწმუნოება გვაქვს, იმას ანიშნავს, რომ ჩვენ ბილეთი გვაქვს სამოთხეში. ჩვენ მე ხშირად მოყავს მაგალითად რომ 70 წელი ქართულ ენაზე რო გეთქვა რომ მეთი არისო, სკოლაში პროფესორებთან, მასწავლებლებთან სამსახურში გიჟი იყავი და ჩამოჩნდი და ეს მამა გაბრიელიც კინაღა მოგლეს. დახვდა გამოუტანა რუსეთმა, შეიწყალა დაეფარა შავარდნაძე. და რატო? იმიტომ ლენინის სურათი დაწვა. და ესე დიდება ეკუთვნის მარტო ღმერთსო. და ის იმას დღეს იყო საღარებაში იყო მოყვანილი მაგალითი რომ ღმერთმა გააკუნა ორი ბრმა. ბრმა ფიზიკურად, მაგრამ ყველა ბრმა ვართ ჩვენ, ესე იგი, აი მე ვიყავი ბრმა კომუნისტების დროს. კი ვანთებდი სანდეს კი ვიყავი მორწმუნე, ათეისტი კი არ ვიყავი, მაგრამ ბიბლია გაგებული მქონდა, მაგრამ სოდეს შინაარსი მქონდა და ბრმა ვიყავი. არ ვიცოდი სოდვა რა იყო, რა არ იყო, რა მოეწონებოდა ღმერთს. ახლა კიდე ეკლესიის კარები ღია და სამწუხაროა რომ ზოგ ზიარება უნდა და არ ესმის რომ უნდა განაშოროს სოდვებს. ეს ქურდობა იქნება თუ მოშობა იქნება და უნდა გაუგია რომ ზიარება კარგია, მაგრამ ხშირად მოყავს იუდას მაგალითი რომ ეზიარა, მაგრამ ვერ ეშველა. რატო? იმიტომ ფული უყვარდა მეძა მეტად. ხშირად ვამბობ რომ სამშობლოს სიყვარულიც კი გიბნელებს თვალებს, ხდები ფაშისტი. როგორც გახდნენ ზოგიერთი ქართველები, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, როცა აქედან სხვაების ხალხი გარბოდა. ასევე ყველა ბრმა არის, ვინც ახლა გუშინ ერთი ქართველი ალბათ იქნებოდა 45 წლის და რო გაიგო რომ ვიღაც უსად ლაპარაკობდა, მივარდა აი თქვენ ესე იგი და დაუწყო ნანძვა. იმის გამო რაც უკრაინაში ხდება. და ამ დროს არ არის ბავშვი და უშად რომ გაიზარდნენ სიძულვილით, მაგრამ ეს მასმედიის ბრალია, ზოგიერთი მასმედიის თესავს სიძულვილს შილვეთ მეზობლისადმი, იმიტომ რომ ფიზიკურად დავჭერა და ფიზიკურად ჩაგრავს. მაგრამ ხშირად მოყავს მაგალითი რომ შეიძლება ბავშვმა არ იცოდეს და სტუდენტი მოტყუდეს, მაგრამ როცა უკვე 45 წლის ხარ და იცი ისტორია იმპერიების, რომ არც ერთი იმპერია არ ყოფილა სამართლიანი და რუსეთი რა იქნება გამონაკლისი. ხშირად ვამბობ, რა უყო ვიეტნამს, სერბეთს, ერაყს, რა უყო ორი ბომბი ვინ ჩამაყარა ხიროსიმა ნაგასაკში, ვინ მოაწყო რევოლუცია 2014 წელს და ასე იყო მონღოლები, თურქები, იმპერიები, ყველა ერთი და იგივეა, არც რუსეთია გამონაკლისი, მაგრამ ვის უფროსი ასაკი ვართ, მით უმეტეს თუ 55-50 წლის ხარ, როცა იცი რომ რითი გაიზარდე შენ 70 წელი. რომ ჩვენ პროლეტარები მუშა ხალხი ვიყავით და ეს უსინდისო, უნამუსო, საზიზღარი ხალხი იყო ამერიკა, ევროპელი. ახლა იგივე ხდება 30 წელია და შეიძლება ბავშვი მოტყუდეს და სტუდენტი მოტყუდეს, მაგრამ შენ როგორ უნდა ტყუდებოდე? და ყველაფერს ცუდს არქმევენ რუსულს, მაგრამ ეს ყველაფერი დაგეგმილია 45 წელს, 45 წელი ლოდისა ალენდალეს იყო თავმჯდომარე. ცერუსი, უზნეობა, შიმშილობა, ნაციონალურობები და რუსოფობია. რუსეთის ქვეშ ვიყავით, ამერიკაფობია იყო. ორი ქვეყანა, ორი იმპერია ბრძვით ფანეს და უკრაინაში ხალხი ხვდება და ჩვენი ტერიტორიის გამოყენებაც უნდა და ზოგი ვერ ხვდება. თან ომი უნდა, თან იღიმიან. რა უნახიათ ამ საწყლებს? რა დღეში ჩავარდა აფხაზეთის სამაჩაბლო. და კოდორისხობა, ამბობა, კოდორისხობა მიდათმო, ერთი არახის გასულის გარეშე ისინი ახლა კუნთებზე იყურებიან. რა ვიცი, მაგრამ აქ მე თუ ვიცი რა იმათ არიციან, არა მე ვიცი არაპოლიტიკოს, მაგრამ 3 საათში ან ერთ დღეში ფიზიკურად განადგურდება არასწორი ნაბიჯის გამო ფიზიკურად. და ის რომ რა შეეხება თავისუფლებას, თავისუფალი როდესაც ქვეყანა არიან პრორუსები, პროამერიკელები და პროევროპელები, არც ერთი არა თავისუფალი აზროვნებით. თავისუფლება ნიშნავს, რომ შენ თვითონ განაგებდე შენ ქვეყანას. ადგილზე უნდა წდებოდეს ყველაფერი და არა რაღაც უნდა გარბოდე და ვიღაცას უნდა ეკითხებოდე. და
მაშინ შეადმან როცა თამარ მეფე იყო მე-11 საუკუნეში ხახალი იყო მეფე. მაგრამ არ არის გასაკვირი რომ ჭუას გვასწავლიან, იმიტომ რომ ქართველი ადამიანი გდება ლოთობით, წამლით. ქართველი ადამიანი გარბის საქართველოსთან ნახა მამა თომა იყო ჩემთან სტუმრად კანადაშია 2006 წლიდან და ამბობს რომ კოვიდის შემდეგო ესე იგი არც ერთმა ქართველმა ვერ გაიხარა მატერიალურად ახან ეყიდიანო სახსო კარსო და მოდიანო და ვერც ერთი ვერ ხეირობსო და წამოსვაც უკან აშეულიათო და ყველას ურჩევს და ინგლისური ასოებით შეგიძლიათ არიგოთ მამა თომა და ნახავთ რომ უკადაგებს ყველას, რომ ესე იგი არ მოწყობდეთ და არ ზახვიდეთ საქართველოსთან. ეს მარტო კანადაში კი არ ხდება, ხომ მყავს ნაცნობები. ამ მომმა ისე გააკეთა, რომ უკვე ჭირს ყველგან, ეს რაც უკრაინაში ხდება, სამუშაოს, ესე იგი, კეთილდღეობა გაჭირდა სხვა ქვეყნებშიც კი. ეს ამერიკა იქნება თუ ევროპა იქნება. იქ უმუშავარს მეტი აქვე მუშას მე უკვე არ არის ისე ახლა. უნდა იცოდეს, ვისაც წასვლა გინდათ სუცოდა დავჭით 1.200.000 ამბობენ და კიდე ბევრ წასვლა უნდაოდა. კანა ესე იგი მამას უმას მაგალითი მომყავს და ბევრის ვინც უცხოეთში ცხოვრობს რომ აზრი არ აქვს წასვლას და რაგვიშველის მაგალითი გამოვიღოთ ჩინელებისგან, ევროპელებისგან, იქ რომ უსაქმოს მეტი აქვს ვიდრე მუშას შეადმობ. იქ ისე მუშაობენ რომ იღლებიან 6 თუ 7 საათი 4 საათამდე. და ხმეთა ამიტომ კეთილდღეობას უნდა შემეს მოყარეობა, მაგრამ შეადმობ რომ არის ესეთი ხალხი, ვინც ვერ იხდის აქაც უნდა ემუშაოს, ვერ გადაიხდის ვალებს და ხმეთა გაგემაჯოთ, ვინც ახვალთ და გადაიხდით იმ ვალებს, მაგრამ ვინც ვალებში არ ახართ, იმიტომ რომ უკეთეს კომფორტში იცხოვროთ, უკეთესი მანქანა ყავდეთ, უკეთესი რემონტი ქონდეთ, ეს უკვე არასწორია, ეს უკვე არასწორია. და ჩვენ როცა ვინათებით, რას ვიდებით ღმერთს, რომ ვიცხოვრეთ უანგაროდ. და ამ დროს ხედავ რომ შეიძლება ბენზინის ფული არ ქონდეს და ისეთ მანქანას გამოიტანს კრედიტით. შეიძლება 20.000 და 50.000 იყოს. ამას ქვია ვერცხლის მოყარეობა და ახლა რომ მოდიან ევროპელები. მოგვით თუ როგორი მანქანებია და სიგარების რო ამბობთ და ისაცლებენ თავს ქართველები. კი, ბევრი სიგარებია, მაგრამ ახლა კონცერტი იყო, სადაც 50.000 ის გაიყიდა, რა ქვია, ბილეთი კონცერტზე და მინიმუმ იყო $200 და 700 ლარამდე იყო მაქსიმუმ. და ამბობთ რომ გვიჭირს. და ამ დროს იქ უფრო პრაქტიკული, კარგი გადმოვიღოთ იმ ევროპისგან. უფრო პრაქტიკული მანქანები ყავდა და ამ დროს აჯერ შენზე მეტი ხელფასი აქვს. მეტი ფული აქვს, მაგრამ ყველაფერი პრაქტიკული აქ. ჩვენ კიდე როგორც სახარებაში წერია, ბოლო ჟამს ადამიანებს დაამარცხებს ვერცხლის მოყარეობა. მეთმა მოხდეს სიყვარულის ნიჭი. და იცით როგორ იყო გახარებული ეს მამა თომას მოყებოდა ქართული მრევლი, რომ ბავშვები დღესო დაინახავდნენ ეუნებოდნენ მაგუთხე მამაო ესალმებოდნენ და იქანეო კანადაშიო ესე იგი უკვითო თუ გამარჯვებას ეთყვიო. აგიდე ესე იგი კეთილდღეობა აქვთ, მაგრამ დაკარგული აქვთ რა სულიერება. სულიერება კიდე არ ხდება, კიდე ვიმეორებ ცოდით. ეს ჩემი მონასტრის მაგალითს მოვიყვანო 95 წლიდან. წინამძღვარი ვარ, მარტო მონასტერში კი არა. ჩემ მონასტერში, სხვა მონასტერში ხებულობ აღსარებებს. ხებულობ ერის ხალხისგან, ამდენი ადამიანისგან 95 წლიდან და რა ვხედავ რომ ეზიარებიან და ზოგი მოიმედობაში ვარდება. ეზიარებიან და ზოგი ესე იგი საოცარგვერდებაში ვარდება და ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ და რატო ხდება ეს? იმიტომ რომ ადამიანი ფიქრობს აი ვეზიარები და მაინც სოდვაში ვარდები, მაგრამ სახარებაში წერია რომ სრულყოფილი მარტო ღმერთია. ჩვენ სოდვებში სანამ ხრისი მამები და ხრისიედები არ გავხდებით, ყოველთვის შეიძლება სოდომ დაგვამარცხოს. ეს არაა გასაკვირი. ეს ბოროტის გამოდის. სოდვის გამო ზოგი ფიქრობს რომ არა ვარ ხრისის ზიარების. ჩვენ ისწავლებით, ჩვენ იმიტომ ვეზიარებით და წმინდანი გონიათა, იმიტომ რომ ხოთამოწეს მოთმინების უნარი, მოსამოწეს პატიების უნარი, რომ სული განაგებდეს ხვევს და რა სხეული ჩემ ცხოვრებას, როგორც ცხოველებში.
და რომ მტერიც მიყვარდეს, ამას ვიდები მე ნათობის დროს, ესდება სული წმინდით და ესდება ზიარების დროს. ჩვენთან არც მერთი